გამარჯობა ამერიკაში გაპარული გახარიას ურია გამოჩნდა ირაკლი შაიშმელა და მოკლედ ამ არა ქართველმა ტიპმა ახალი სიბრძნე მოჯვარო თურმე რუსები იქედან საოკუპაციო ზოლიდან მაგისტრალს აკონტროლებენ და ამით ახლა ცდილობს რომ ყურადღება მიიქციოს ეს რა მაგარი ბიჭია და თან ეს დაუხურია თავზე რაღაც კეპკიანი ქუდი რომ ჩაფაროს ეს სირობები, რასაც ვერ მანს რუსები საოკუპაციო ზოლიდან მაგისტრალს კი არა მთელ საქართველოს აკონტროლებენ შეჩემისა. და თურმე ახლა შავი ხიზი ლალის და სიგარეტის კონტრაბანდით არის ეს შეწუხებული, ეს ჯარიდან გამოგდებული და გახარიას მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული ნაძირაო, რომელიც ქართველებს ურტყამდა და ქართველებს სისხლში ბანდა იმ ეგრეთ წოდებული რუსული კანონის თემაზე პარლამენტ. ჯარში 2016 წელს ბავშვების წამება რო დამალა, через მისი მეგობრის ჩადენილი დანაშაული, სადაც იყო შტაბის უფროსი, ეს საერთაშორისო დონის დანაშაულია და ამის გარდა ჯარისკაცის დედებს რო შეურაცხყოფას აყენებდა ოფიციალური პატაკებით, სვლელობები ჰქონდა ამას მიცემული, მაგრამ რატომღაც გააჩერეს. ეს კიდე ცალკე მორალური და სამართლებრივი საკითხია მაგის კისერზე და თვითონ პირად შემადგენლობაში სავალდებულო ჯარისკაცებს ვივუსესხები, ეგრეთ წოდებული ვივუსესხები რო იყო დაწყებული, იმას აკეთებიებდა, რომ მერე через მისი მოყვანილი კაცით ფული გამოეძალა ჯარისკაცებისთვის. ეს ცალკე კორუფციული თემაა და პლუს ამას მეთოდები ჰქონდა, ნუ იკითხავდა, მაგალითად ხელის რადიოსადგური მისმა მეგობარმა დააზიანა და მერე ამ ეგრეთ წოდებული ხელის რაციის შესაკეთებლად ფულს კრიფავდა ჯარში, რომ იქეთ ზევით მაგარ ბიჭებისთვის გადაეცა, ვინცაც ყავდა იმ თანამდებობაზე დანიშნული და ახლა ამას აწუხებს ქვეყანაში ის, რომ თურმე შეიძლება იქედან საოკუპაციო ზოლიდან შავი ხიზილალის და სიგარეტის ეგრეთ წოდებული კონტრაბანდა მოხდეს. ახლა ჯარისკაცობანა დაამთავრა იქ, საიდანაც გამოვაგდებიეთ ბოლოს და მერე შინაგან საქმეთა სამინისტროში რო შეძრო, ახლა თურმე პოლიციელობანას თამაშობს. ახლა მაგის როლშია. და იქედან გახარიას უწევს კუდს პარლამენტში რომ თავზე დააკუკეს თავისმა ყოფილმა დაქვემდებარებულებმა რა, წულუკიანებმა და იმ ალუდებმა და ამნაირმა სირებმა გამიგე, იმას უწევს ახლა ტოს რომ მერე გახარიამ თავისი პარტიიდან ტოპკა გააკეთოს და ამის ნათქვამზე რაღაცა ხმა ამოიმაღლოს, რაღაცა ხომ უნდა შეიქმნეს ბაზა. ჯერა სამარცხვინოა რა, არა ქართველების, ეს ხო ქართველი არ არის რა. საერთოდ ვინმეს მიმართ რაღაცა ეთნიკური ნიშნით კი არა მაქვს შეკითხვა, უბრალოდ ეს არა ქართველები რო ანგრევენ საქართველოში ეგრეთ წოდებულ დღის წესრიგს და არა ქართველები რო ცდილობენ რომ ქართველებს მუდამ თავზე აჯდნენ და არა ქართველებს რო აქვს ზუსტად ქართულ სისხლში ხელი, მე ამაზე მაქვს ყოველთვის აქცენტი და გამოვახარ რუას ტელევიზია და ამას კიდე გმირად გამოიყვანს. აქ რა მაგარი ბიჭია ეს თურმე ამერიკაში გაპარული ტიპი, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ დააკისრა დღევანდელმა ხელისუფლებამ იმ საქმეში, რომ ქართველი კაცი აგერ საზიზღრად იქნა ნაცემი იმისთვის, რაც არ მოსწონდა რა, თუნდაც იმ ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონთან მიმართებაში რა. და გახარია დაიბარეს და ადგეს კონცერტი და დამთავრდა ყველაფერი. აკაია, აქ არავინ დამნაშავე არ არის. ეს გამოსათრევია და ამას დედა აქვს მოსახნავი საჯაროდ. ჩვენ რო ერი და ჩვენ რო ხალხი ვიყოთ, როგორც ებრაელებმა ჩამოათრიეს ნაცისტები სხვადასხვა ტერიტორიებიდან და გაასამართლეს ისრაელში, აი ისე იქნება ეს ჩამოსათრევი და გასასამართლებელი საქართველოში. მადლობა.